იმის გამო რომ ბატონი ივანიშვილი არის ლიდერი ქართული ოცნების და მას აქვს ძალიან დიდი გავლენები ზოგადად ამ კოალიციაში შესაბამისად ალბათ კარგი არ იქნებოდა თუ კი იგი კანდიდატს ასეთ რჩევას მისცემდა იმიტომ რომ ზოგადად ჩვენ ყველანი მოველით რომ ყველა კანდიდატი არის დამოუკიდებელი ფიგურა და ის გადაწყვეტილებებს მას შემდეგ რაც არჩეული იქნება მიიღებს დამოუკიდებლად შესაბამისად ეს არ არის მიზანშეწონილი ორი ადამიანი ყველა შემთხვევაში უნდა გადავიდეს მეორე ტურში. თუ ერთმა უარი თქვა, ანუ საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ ვიმეორებ განსაზღვრავს, თუ ყველა იტყვის უარს მეორე ტურში მონაწილეობას, ამ შემთხვევაში შესაძლოა ხელახალი არჩევნები გაიმართოს, სხვა შემთხვევაში ერთიც რო დარჩეს ორიდან მონაწილე, უნდა ჩატარდეს არჩევნები. პირველ ტურში არის დადგენილი აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნა, რომელიც ნიშნავს 50% პლუს 1 ხმა. მეორე ტურში ორი კანდიდატის შემთხვევაში, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, უბრალოდ ის იქნება გამარჯვებული და თუ ერთი დარჩა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ რა ხმებსაც მიიღებს, იმ ხმებით იქნება ის გასული. პირველ რიგში მიზნად გვაქვს ის, რომ 27 ოქტომბერს ის ტური არჩევნები, რომელიც იმართება, ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდობიანად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად, ამის ყველანაირი წინაპირობა დღეს არსებობს და შემდეგ ყველა კანდიდატი თავისი შედეგების მიხედვით, თუ კი მეორე ტურის აუცილებლობა დადგა, მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას. მე როგორც ამ კომისიის თავმჯდომარეს არ მაქვს არანაირი უფლება რაიმე ტიპის ჰიპოთეზები ან მოსაზრებები გამოთქვა.